ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელის ხსენებას აღნიშნავს. 16 ოქტომბერს შუაღამიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო ლოცვითი მსვლელობა წმინდა გრიგოლ ხანძთელის გზა. დეკანოზი დავით კონჯარია ჩაგვერთვება ჯგუფთან ერთად. ამჟამად ისინი არიან ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში. დილომშვიდობისა მამა დავით, მოგესალმებით. გესმით ჩვენი? დიახ, მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. დიდი მადლობა რომ გვერთვებით. მამა დავით, მინდა პირველ რიგში წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღესასწაული და მოგვიყევით მარშრუტის შესახებ, სადაც ბრძანდებით უკვე ვუთხარით მაყურებელს, საიდან დაიწყო თქვენი ლოცვითი მსვლელობაც ესეც ვუთხარით და რა გეგმა გაქვთ, აი სად დასრულდება რომ მოგვახსენოთ და მოგვიყვეთ ვისთან ერთად ხართ, ასევე თქვენი ჯგუფი წარმოგვიდგინოთ. დიახ. ჩვენი ლოცვითი მოგზაურობა თქვენ ბრძანეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო შუაღამე 16-ში წირვის შემდგომ და ამის შემდგომ ჩვენ წამოვედით დიდგორის ველით ამოვედით ნიჩბისით, სოფელ ნიჩბისით, წამოვედით მანგლისით, წალკით და ამოვედით ფარავნის უღელტეხილი ამოვიარეთ, რომელიც საკმაოდ მაღალი გახლავთ და მოვედით აი ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, სადაც მამათა მონასტერი ბრძანდება. დღეს აქედან გავაგრძელებთ მსვლელობას, ლოცვით მსვლელობას და მივალთ კარწახში სასაზღვრო პუნქტთან ახლოს მდებარე ნატაძრალთან, სადაც აღვავლენთ ვედრებას ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელის მიმართ, რომელიც უფალმა ღმერთმა განსაკუთრებულად განსასწელში მყოფ და ფიზიკური გადარჩენისათვის მებრძოლ იმ დროს ქართველ ერს, ღვთისმოყვარე ერს, როგორც ძველ აღთქმაში ისრაელს მოუვლინა მოსე წინასწარმეტყველი, ასევე უფალმა ღმერთმა 11 საუკუნით ადრე მოგვლინა ქართველ ერს, გაჭირვებაში მყოფს მეოხად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების გეზის მიმცემად და ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლად ღირსი მამა ჩვენი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც იყო მოთავე ქართული სახელმწიფოების გაერთიანების და ეს მან კლარჯეთის უდაბნოში მიტოვებულ იავარქმნილ იმდროინდელ კლარჯეთის უდაბნოში ლოცვით, დიდებით მოახერხა, რა თქმა უნდა, ქართველ მეფეებთან ერთად და გააერთიანა საქართველო. პირველ ყოვლისა სულიერად მოხდა ეს გაერთიანება, რომელსაც მოყვა ამის შემდგომ ფიზიკური განვითარება და გაერთიანება. დიახ. განაგრძეთ, დიახ. ჯგუფის შესახებ მინდოდა მეკითხა ასევე, დიახ. დიახ, ჯგუფის წევრები ბრძანდებიან ბერი სპირიდონ ლაზარია, საბერო მორჩილი ნიკოლოზ ბახია, ჩვენთან ერთად ბრძანდება გოგიტა მელიქიძე, ასევე სიმეონ ბირკაია და ჩვენი ლაშა ლაგაზაური. ასევე სხვა წარმომადგენლები, რომელნიც გუშინ ჩვენთან ერთად ბრძანდებოდნენ, დღეს ისევ შემოგვიერთდებიან მომლოცველები და ერთად, რა თქმა უნდა, გავემართებით და ვევედრებით გრიგოლ ხანძთელს, როგორც 11 საუკუნით ადრე მოახერხა მან სულიერი გააერთიანება საქართველოსი, ასევე დღესაც მოახერხოს გვიწინამძღვროს ზეციდან ღირსმა მამამ და გაიერთიანოს საქართველო და ძალიან ნიშანდობლივია ღირსი მამა გიორგი მერჩულის მიერ აღწერილი მისი ცხოვრება, სადაც მის ცხოვრებასთან ერთად აღწერილია იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და საგულისხმოა ჩვენთვისაც, რომ მესხეთით მიემართებიან ამ გზით გამოიარეს მათ ქართლიდან, ქართლში ცხოვრობდა გრიგოლ ხანძთელი, ეპისკოპოსობას გაურბის, ნერსე ერისთავის სახლში ასდილი და საქართველოს ტკივილით იწყებს განვითარებას და მისი მოწაფეები და მეგობრები სულიერი თეოდორე და ქრისტეფორე მესხეთით მიემართებიან აფხაზეთში, რათა აი ამ სულიერ განვითარების, სულიერი ერთობის შესაკრებელში აფხაზეთშიც, რა თქმა უნდა, აღშენდეს ქართული მონასტრები და აფხაზი მეფე დემეტრე ჩვენ ვიცით ნაწარმოებიდან თუ როგორ მალავს გრიგოლ ხანძთელისგან მის მოწაფეებს, რომელიც არის ძალიან მოსურნე
ქართული მონასტრების აღშენებისა. ეს მეფე იყო, რომელიც ებრძოდა ბიზანტიისაგან შემოჭრილ ლაშქარს და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა ბატონობას ებრძოდა და ცდილობდა, რომ ბიზანტიის ეკლესიის წილ ქართული აღმოსავლეთის საქართველოს ეკლესიას ყოფილიყო დამორჩილებული დასავლეთ საქართველო და ამისათვის უბისაში უბეს არსებს სახელწოდებით უბეს უწოდებს გრიგოლ ხანძთელი მის ვედრებას არ უგულებელყოფს და გრიგოლ ხანძთელი თავად მოსურნია ამისი წიგნებიც კი ჰქონდა წამოღებული ესე იგი აი ამ დიდი საქმისათვის და სულიერად აერთიანებენ საქართველოს და ძალიან კარგად ჩანს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აფხაზეთისა, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა არიან ქართულად მეტყველნი, ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლოცულობენ და მათთვის უცხოა ყოველი სხვა გარემო. და ამისათვის არსებენ ქართულ მონასტერს და ამის შემდგომ ხდება, რა თქმა უნდა, გაერთიანება საქართველოსი, რომლის მოსურნეც ვართ ყველა ჩვენთაგანი და ის ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ტომი, აფსუების ტომიც, რა თქმა უნდა, ამას უნდა შეეგუოს, რომ აფხაზეთი არის საქართველო და იყო ყოველთვის საქართველო და აფხაზი ძალიან დიდი მადლობა. Vama David, ქართული მეფე. უღრმესი მადლობა საინტერესო ჩართვისთვის, იმისთვის რომ შეგვახსენეთ კიდეც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან გარკვეული ეპიზოდები, გილოცავთ ხვალინდელ დღეს კიდევ ერთხელ და წარმატებას გისურვებთ და მშვიდობიან მსვლელობას. მადლობა დიდი. დეკანოზი დავით კონჯარია ჯგუფთან ერთად გვერდთვებოდა.